დილაძის მე იქნებით. ცოცხალი. რამენერად შემატყობინეთ. უკრავენ თუ არა ჩემ მუსიკას. არაფრის აღარ მესინია. ერთად-ერთი მინდა რომ ჩემი ახლობლები ჯანმრთელად იყო. ეს როდინი დასრულდება დაბრუნდები კვლავ შევხვდებით მაგრამ როდის გია ყანჩელის ის აქ არის სოფიკო ჭიაურელის შესრულებით ისმენდით ახლა და სიჩუმეც ჩამჩურჩულებს ის აქ არის. ეს სიტყვები ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ მას ხშირად სწორედ სიჩუმის მაესტროს უწოდებენ. ვინც სიჩუმეში ხედავდა ხელოვნებას, ვისაც ეუხერხულებოდა ეთქვა სიტყვა კომპოზიტორი. ეს მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ აირკვევაო. თუმცა ახლა ყველაზე თამამად და გაბედულად ვიტყვი, რომ მისი შემოქმედება ნამდვილად გავს უკვდავების წყალს, რომ ის იქნება ყველგან ის ახლაც აქ არის. სევდით, სილაღით, ტკივილით, ჰეროიკით, რომ ის ძალიან დიდია, უდიდესი მასშტაბის კომპოზიტორი. აი ეს კადრები კი, რომელსაც ახლა ჩვენს ეკრანზე ხედავთ, სიმბოლურად შევარჩია ჩვენი დასაწყისისთვის, მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გონებაში შემოვიდა გია ყანჩელი, სულ მგონია, რომ მისი მუსიკა, მისი დაუჯერებელი ამბები სწორედ აი ამ ცისფერი მთების ფანჯრის მიღმა იწერება. ჩემთვის სწორედ ასე დაიწყო გია ყანჩელი, რომელიც თითქოს ჩვენი ცხოვრების ამბავს ყვება, ბავშვობის მონატრებას, სევდას, ბრას, ტკივილს, სიხარულს და თითქოს ის მთელი ჩვენი ცხოვრება. თითქოს მისი შემოქმედება არის მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. რასაც დაწერდა, აგერ ვიყავი მე და აი იმ წუთში დირიჟორობდა, ჩვენ ერთად დავიწყეთ დირიჟორობა და მაგისი ისა. იგი არაფერს არ გავს, და არავის არ გავს. მან რაც იპოვნა, ისე უფრთხილდება იმას, რომ იქიდან გამოსვლა რაღაცერიდება კიდევაც, ან უმძიმს კიდევაც. ჩემს მუსიკაში ხშირად ჩნდება პაუზები. ნატრობ ხოლმე რომ ამ პაუზებში გრძელდებოდეს მუსიკა და ეს პაუზები იყოს მომასწავებელი იმისა, რაც ამ სიჩუმის შემდეგ დაიწყებაო ამბობდა. ამ სიჩუმის შემდეგ კი ისევ ყანჩელი იწყება. თანამედროვეობის გენია, რაღაც სხვანაირი მოვლენა, უბრალოებაში დიდი. თითქოს აუხსნელი ახლა ძალიან შორს ცისფერ მთებს იქით გადასული და მაინც შემოდგომაზე მოსული. როცა ყვითელი ფოთლების დროა, როცა ყვითელი ფოთლები სიჩუმეს გავს. მხოლოდ უახლოესი მეგობრების წრეში მიყვარს მარტოობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წერ მუსიკას. ერთი დღით ადგილს გავუცვლიდი იოჰან სებასტიან ბახს, მხოლოდ იმისთვის, რომ მენახა ის როგორ წერდა მუსიკას. მისი ინტერვიუების მოსმენა ძალიან საინტერესოა. დრო კიდევ უფრო ძვირფას რომ ხდის და სხვანაირად რომ გვამეგობრებს. ერთ ფრაგმენტს მოგასმენინებთ ჩემთვის ძალიან საყვარელი სიუჟეტიდან, რომელიც კომპოზიტორის გარდაცვალებამდე იმედის კვირა მოამზადა. ჟურნალისტმა ელენე ცინცაძემ მას თხოვა გადამღები ჯგუფი თბილისში, მონატრებულ ქალაქში, მისთვის ყველაზე საყვარელ ადგილზე წაეყვანა. მისი შემოქმედებასავე ცევდიანია, რომ ეს საყვარელი ადგილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი აღმოჩნდა, ყველაზე ახლო მეგობრებით. საუბედუროდ და სამწუხაროდ ეს ადგილი გახლავთ დიდუბის პანთეონი. აქ აი ამ სასაფლაოზე ყოველი მეორე თუ არა ყოველი მესამე საფლავი არიან ჩემი ახლობლების. გიორჯონიკიძე, გურამ მელივა, ნოდარ გაბუნია, სულხან ნასიძე, თენგიზ მირზაშვილი, ჩუპჩიკა, ჩემი უსაყვარლესი ბიძინა კვერნაძე. ეს გახლავთ ჯანსუღ კახიძის საფლავი. ჩვენ გავატარეთ ერთად არაჩვეულებრივი რამოდენიმე ათეული წელი. გია ყანჩელის
შესახებ სასაუბრო ჩემო დგომა შევარჩია, როცა თავადაც ყვითელ ფოთლებს გაყვა, როცა მთელმა მსოფლიომ დაკარგა ის, ვინც დიდი ხნის წინ ჩვენს გონებაში თავისი მუსიკით დაიბადა. ერთი ასეთი ფრაზა ამოვიკითხე და ისიც აღარ იშლება ჩემი გონებიდან. გია ყანჩელი მთელი ცხოვრება ვითარდებოდა და მუშაობდა იმისთვის, რომ მიგვეღო ის, რასაც ჰქვია გია ყანჩელი. ამ დარბაზში ბევრი ბრძანდება ჩემთან მიახლოებული ასაკის და მე მინდა ყველას გისურვოთ, რომ იფიქროთ მაინც, რომ მხოლოდ ნახევარი ცხოვრების გზა გაიარა. მუსიკალურ ოჯახში ის არ დაიბადება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ გია ყანჩელის შემთხვევაში ამას უბრალოდ სამყარო მოისურვებს. ასეც არის, მშობიარობის შემდეგ დედას ეტყვიან, აუცილებლად დიდი მუსიკოსი გახდებაო. რატომ ამას უკვე ინტერვიუში მოისმენთ? ბებია ქალი, როგორც აი მაშინ ეძახდნენ, ბებია ქალი მოუთხრა, რომ თქვენ შეგეძინათ ვაჟი, რომელიც იქნება ძალიან ბედნიერი და იქნება მუსიკოსი. იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი ფორმის ხურები, თითები და უცელზე ხანი. ბებიაქალის წინასწარმეტყველება ნამდვილად გამართლდება. მას ბორჯომში დაბადება ეამაყება, მერე როგორც თავად ამბობს, პლეხანოველობაც მოსწონს, ქუჩაში დიდ დროს ატარებს და აღნიშნავს, იმდენი დრო გავატარე ქუჩაში ერთ უცხო ენას მაინც ვისწავლიდიო. გაიხსენებს საბავშვო ბაღს და დასაკეთს კიბეს, რომელიც პატარა ბიჭის წარმოდგენაში, რომელსაც სათამაშოები არ ჰქონდა, ხან თვით მფრინავად, ხან ტანკად, ხან კი ტანკიდან სახლად გადაკეთდებოდა. იმასაც გაიხსენებს, როგორ წაიყვანენ მამას სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურად. 6 წლის ვიყავი, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. მამა ჩემი, რომელიც გახლდათ პედიატრი, კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტში, განაწესეს ჯარში სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურად და მთელი ეს ომის პერიოდი გავატარეთ მის გარეშე. ჩემთვის მშობლები დღემდე ყველაზე მთავარ მსაჯულად რჩებიანო იტყვის წლების შემდეგ. მეხუთე სიმფონიას კი სწორედ გარდაცვლილ მშობლებს აგნესას და ალექსანდრეს და ბავშვობას მიუძღვნის ჭეშმარიტი ღირებულებების ჭიდილს უიმედობასთან. სამუდამოდ რომ დაამახსოვრდება დედასთან ერთად მამის გარეშე დარჩენილი, როგორ გადაცვლის 1 კილო თეთრ პურს ფულში. 11 სართულიან სახლში გმირთა მოედანზე იყო გასტრონომი. დედაჩემს მოქონდა იქიდან 1 კილო თეთრი პური, რომელიც მე მიმქონდა მერე კამოს ქუჩაზე და ერთი პიროვნება, რომელსაც ერქვა იორდანი, მაძლევდა ფულს ამ 1 კილოში. და ამ ფულით მე დედა ყიდულობდა შავ პურს და დარჩენილ თანხით კიდევ რაღაცა საჭმელს. აი ესე გავატარე ჩემი ბავშვობა. აი ასეთ რთულ დროში ერთადერთი სერიოზული მცდელობა პატარა ბიჭი ხელოვნებას აზიაროს მეზობელ ქალს ექნება. ასე აღმოჩნდება გია ყანჩელი ოპერის თეატრში ევგენი ონეგინზე. ოპერიდან სახლში დაბრუნებისას მეზობელ ქალს ტროლეიბუსი გაიდანს. დამამახსოვრდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ენით აღუწერელი შიში მეზობელი ქალის გამო და დუელის სცენა ონეგინიდან, გაიხსენებს კომპოზიტორი. მას შემდეგ ოპერის თეატრში ხელმეორე წასვლის სურვილი გაუქრება. შემდეგ ჯერზე ოპერაში უკვე იმ ასაკში მოხვდი, როდესაც განათლებული ხალხი ოპერაში სიარულს წყვეცო. იქამდე კი ბავშვობის მთავარი საიდუმლო მუსიკაზე სიარული იქნება. ჩემს მეგობრებს მუსიკა არა მამაკაცურ საქმედ მიაჩნდათ და ყველაფერს ვაკეთებდი სანოტო ჩანთით, რომ არსად ვენახეო. ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე მისული ჩანთას თურმე ორჯერ გადაკეცავს და გზად საწვიმარ მილში გაჭედავს. გაწვიმდება, უკან დაბრუნებულს ნოტები წვიმისგან განადგურებული დახვდება. საიდუმლოც, რა თქმა უნდა, ძალიან მალე გამჟღავნდება. იცით რა? მუსიკა. ეგეც მუსიკაა, სხვა შორის.
საერთოდ მე ასე მგონია, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ხელოვნება იქმნება მარტოობაში. ხმაურშიც ხედავდა მუსიკას და საერთოდ ყველაფერში ხედავდა ის მუსიკას. აი ახლა კი გაჩვენებთ მის სახლს, ეს არის მისი მშობლიური სახლი თბილისში, მუდმივ მონატრებად რომ ექცევა კომპოზიტორს. ამ სახლში ყანჩელები 1904 წლიდან ცხოვრობენ. წლების შემდეგ თურმე ბინის ნახევარს წაართმევენ, თამბაქოს ქარხნის მუშა შემოასახლეს და ასე ჩამოგვაჭრეს ბინაო იტყვის. ჩემი წარმოდგენით ამ სახლს ყველაზე მუსიკალური კედლები უნდა ჰქონდეს. ამ სახლის კედლებმა კარგად უნდა იცოდეს, რა ფერია სევდა გია ყანჩელის სევდის ფერი შემოქმედებიდან. სიმღერა ჰერიო ბიჭებო და ამ სიმღერის ისტორიას მე სულ ცოტა ხანში მოგიყვებით. იქამდე კი რომ არ ყოფილიყავი ის, ვინც ვარ, ალბათ გამოვიდოდი მზარეულიო. იტყვის ერთ-ერთ ინტერვიუში გია ყანჩელი, თუმცა არ ვიცი იცით თუ არა მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარებისას პირველივე გამოცდაზე ჩაიჭრება და არც ის ვიცი იცით თუ არა რომ საქართველოს გია ყანჩელის სახით გეოლოგი დაკარგა. მე ვარ ის, ვინც გაჭირვებით თითქმის ძალდატანებით დაასრულა მუსიკალური სკოლა, ჩაიჭრა მუსიკალური სასწავლებლის პირველივე მისაღებ გამოცდაზე და ასე მოხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე. ჩემი არაგეოლოგობით გეოლოგიამ ძალიან მოიგო, იმიტომ რომ მეტისმეტად სუსტი ვიქნებოდიო. ჩვენ რეალურად ვერასდროს გავიგებთ, როგორი გეოლოგი იქნებოდა გია ყანჩელი, თუმცა დანამდვილებით ვიცით რა არ გვექნებოდა გეოლოგი რომ გამხდარიყო. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ოპერას, 7 სიმფონიას, მთელ რიგ კამერულ, საგუნდო და სიმფონიურ ნაწარმოებებს რომ მოიცავს, მუსიკას თეატრისთვის და მუსიკას 50-მდე ფილმისთვის. ახლა კი ფრაგმენტი მისი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, როცა სამყარომ უბიძგა, აერჩია ის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონოდა, გია ყანჩელის შემოქმედება. დაგვიყვანეს პრაქტიკაზე ქუთაისში. დილის 7 საათზე აგვაგდეს და ზურგჩანთებით და ჩაქუჩით გავიარე 8 კილომეტრი. მოვტეხეთ იქ ქანები და ავავსე ეს ზურგჩანთა ქანებით და 8 კილომეტრი გამოვიარეთ უკან. ავიღე ქაღალდი, პანქარი, ჩამოვწერე ყველა ის სპეციალობა, რომელიც არტყობობს სიარულს. ერთ-ერთი იყო ისევ მუსიკა. სწორედ ასე გამწარებული გადაწყვეტს, რომ მუსიკალურ გზას უნდა დაადგეს, ჩააბარებს კონსერვატორიაში, დაავადდება ჯაზით, როგორც თავადვე ამბობს, მუსიკისადმი მგზნებარე სიყვარული ბახით ან შუბერტით არ დაწყებულა, ის გლენ მილერით და დიუკ ელინგტონით დაიწყო. ხშირად გაიმეორებს, რომ მუსიკის შექმნის პროცესში მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდა და ხდება. მნიშვნელობა აქვს იმასაც, რაც მომავალში მოხდება, იმიტომ რომ შეუძლებელია იცხოვრო მომავლის დანახვის სურვილის გარეშე. მე რო რამდენიმეჯერ ცოცხალმტარი მიმიყვანეს და მე დამაბრუნეს სახლში, ჩემ მეუღლეს სულ მეუბნება, უფალს ჯერ არ ჭირდება. ახლა გესმით ჯანსუღ კახიძის გენიალური შესრულება, უკვდავი ჰერიო ბიჭებო, ბევრს გონია რომ სიმღერა სწორედ მას, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის, ალბათ იმიტომ რომ მისი შესრულება მართლაც განსაკუთრებულია, ალბათ ეს გია ყანჩელის საჩუქარი იყო მეგობრისთვის, შემოქმედებითი პარტნიორისთვის. არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მის მსოფლმხედველობა სწორედ ჯანსუღ კახიძე შემოატრიალებს, რომ სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ გადაინაცვლებს სიმფონიური და კამერული მუსიკის სფეროში. მერე მართლაც მსოფლიო რომ გაიცნობს და აღიარებს. ალბათ ამიტომაც გადაუხდის ბოლო შეხვედრისას ყანჩელი კახიძეს მადლობას. გარდაცვლილ მეგობარს ხელებზე აკოცებს და ჩაილაპარაკებს. ამ ხელებმა ბევრი რამ მასწავლა. მიმაჩნია რომ ჯანსუღი რომ არ შემხედროდა მე
ამ შემოქმედებით სარბიელზე და რაღაც მომხდარიყო ისე რომ არ გამხდარიყავით ახლო მეგობრები მე ეს შემოქმედება რომელიც დღეს მაქვს არ მექნებოდა რაღაცა მექნებოდა განსხვავებული სულ სხვა მაგრამ არა ის სიცოცხლის ბოლომდე ერთ-ერთ საუკეთესო კომპლიმენტად ჩათვლის სიტყვებს გია ყანჩელი წერს მუსიკას მუსიკი თორემ იტყვიან. ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად კი ისტორიას, როგორ მიიღეს მეგობრების წრეში ერთი პირობით. ჯანსუღ კახიძე მითხრა, თუ გინდა ჩვენთან ადგილი დაიმკვიდრო, ღვინით სავსე ბოთლი 10 წამში უნდა დაცალო. ყანჩელი დაამტკიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინით სავსე ბოთლი მან 10 წამში დაცალა. როცა რკინის კარები გაიღება ყანჩელის მუსიკას, ხმამაღლა მოისმენს მსოფლიო. გამოჩნდებიან კრიტიკოსები, კრიტიკულ წერილებს ის შეინახავს, ღირსეულად ხდება დუმილს დაუპირისპირებს. ჩვენი წინა თაობა ვერ შეეგუა ჩემს თაობას, ჩვენი მუსიკალური ენა განსაკუთრებით კი ჩემი მათთვის მიუღებელი იყო. ქართული ტრადიციების მტრადაც მაცხადებდნენ, ეს ქართულ ხალხურ სიმღერას უარყოფს და არ ცნობს. მე თავად ვარ თვითკრიტიკული, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ახალგაზრდობაში დაწყებულ ერთ ნაწარმოებს ვაგრძელებ. აზრების მდინარება ამ ნაწარმოებში, რომლის ხანგრძლივობა მთელი სიცოცხლეა, შეესაბამება სულიერ მდგომარეობას, რომელიც მუდმივად იცვლება, მაგრამ თავისი არსით უცვლელია. მე როდესაც მარტო ვარ ჩემ თავთან ვარ სევდიანი. უფრო სევდიანი. ვიდრე ხალისიანი. ჩემთვის პირადად გია ყანჩელის მუსიკა სევდის ფერთან ერთად არის სიყვარულის ფერით, ძალიან ღრმა, მრავლისმთქმელი და ამასთან მარტივით, სწორედ ისეთი, როგორც თავად შემოქმედის ცხოვრება და ნახევარსაუკუნოვანი სიყვარულის ამბავი, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა ჰონორარი გადავწყვიტე რემონტის გაკეთება სახლში. არ მოდიოდა წყალი, ეს საერთოდ დიდი პრობლემა იყო. აი, სწორედ ესე დროს ამოვიდა ჩემთან მურიკო მეგრელიშვილი და რომ ნახა რა მდგომარეობაში ვარ, მითხრა რა სწავლობო კაცო. პირველ სართულზე ცხოვრობს ერთი ძალიან კაი გოგო. იქ სულ მოდისო წყალი. შეერთეო ისა და ჩახვალ ხოლმე დაიბანო და ეს პრობლემა ექნება გადაწყვეტილია. გადავიხედე ეზოში და დავინახე ლულა რომელზედაც 11 წლით უფროსი როგორც ვარ ეხლა მაშინაც ვიღავი. გავიგე მისი ტელეფონი და დავრეკე და უთხარი რომ შესანიშნავი რჩევა მივიღე მეთქი თუ გამოვყვებით ცოლად გამიკიდა ყურმილი რა თქმა უნდა. ასეა თუ ისე იგი ხალბადონი ლულა გახდა ჩემი მეუღლე და უნდა გითხრათ რომ საკმაოდ მალე წამოვიდა წყალი მესამე სართულზე და იმის მერე საკმაოდ კარგად მოდის. ბედნიერება მისთვის ოჯახია, ორი შვილი, შვილიშვილები და მეუღლე. ვალს ბოსტონს რომ მიუძღვნის მას, ასეთი წარწერით ჩემს მეუღლეს, რომელთანაც არასდროს მიცეკვია. სხვათა შორის არა მარტო ჩემს მეუღლესთან, საერთოდ არავისთან არ მიცეკვია, იმიტომ რომ ყოველთვის მე ვიჯექი ინსტრუმენტთან, ვუკრავდი და სხვები ცეკვავდნენ ნოიტყვის. ყველაზე დიდი ტრაგედია მუსიკის წერაა. შურს მათივისთვისაც ეს მხიარული პროცესია. დიახ, ეს სიტყვები გია ყანჩელს ეკუთვნის, ჩვენ რასაც ერთი ამოსუნ თქვით ვისმენთ, მისი უდიდესი შრომის შედეგია დღეში 8-10-12 საათიანი მუშაობის ტკივილის ტანჯვის განცდის შედეგი. მელოდია არც სიზმარში ნანახი და არც უეცრად მოვარდნილია, მარტოობასთან და სიჩუმესთან ერთად გამოკეტილ ოთახში იქმნება. მუსიკას თანსდევს ნოსტალგია და სევდა, მწუხარება, სამშობლოზე ფიქრი და მონატრება. ემიგრანტი 56 წლის ასაკში გახდება, თუმცა ემიგრაციას ამას მაინც არ დაარქმევს. ეს არ გახლავთ ემიგრაცია. როდესაც ადამიანმა 56 წელიწადი გაატარა აი ამ ბინაში და ამ ქუჩაზე
მე სადაც არ უნდა წავიდეს ის რჩება მაინც ამ ბინაში და ამ ქუჩაზე. ის რჩება თავის მეგობრებთან, იმათთან, ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატარა. იქნება გახმაურებული პრემიერები, კონცერტები, მისი მუსიკა მსოფლიოს უდიდესი ორკესტრების და გამოჩენილი სოლისტების შესრულებით. მუდმივი კავშირი საქართველოსთან და ანტვერპენი, რომელსაც სახლად აქცევს და თბილისს მოაგონებს. იქნება ჩვენთვის დაუჯერებელი ამბებიც ენიო მორიკონეს და ნინო როტას გვერდით, რა თქმა უნდა გია ყანჩელი, როგორც მსოფლიოს საუკეთესო კინომუსიკის შემქმნელი. ეს მაშინ, როცა მისი მუსიკა ფილმის მამოძრავებელი ძალა ხდება, კიდევ უფრო გასაგიჟებლად ვერტიკალური და თანაც ბრუნვადი. შერეკილებზე გია ყანჩელი გახსოვთ ალბათ ჯანსუღ კახიძესთან ერთად იმუშავებს. ელდარ შენგელაიასთან მუშაობის პროცესს კი გია ყანჩელი წლების წინ ნიკოლოზ წულუკიძის პერსონაჟში გაიხსენებს. ეს უნიკალური ჩანაწერია უნიკალური ადამიანებით და ამიტომ მინდა რომ ეს ფრაგმენტიც აუცილებლად გავიხსენოთ. ჯანოსთან. ჯანო ისევ წამოწვა ტაღზე, ელდარი დაჯდა სავარძელში, მე დავჯექი ინსტრუმენტთან და დავიწყე. ელდარმა თქვა კარგია. გავაგზავნე. კარგია თქვა. ცისფერი მთებისთვის გია ყანჩელი 32 წუთიან მელოდიას დაწერს. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ ფილმში მხოლოდ ის მარტივი ვალსიშევა, რომელიც დროის ცვალებადობას, ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარს და გაზაფხულს აღწერს და ალბათ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გენიალურობა ნამდვილად სიმარტივაშია. მუსიკას დაახლოებით 50-მდე ფილმისთვის დაწერს. უარს არც სუსტ სცენარებზე იტყვის, რაც უფრო სუსტი იყო სცენარი საშუალო ნიჭის რეჟისორი, მით უფრო დიდი სიამოვნებით თანხმდებოდი მუსიკის დაწერას. ასეთი ფილმისთვის საკმარისი იყო 2-3 კვირა. გია დანელიასთან კი 9 წელიწადი მჭირდებოდა. სტურვასთან მუშაობა ეს არის ჩემთვის სანატორიუმში ყოფნა, თუმცა სანატორიუმში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ეს არის რაღაცა კარგ პირობებში დასვენება და დანელიასთან მუშაობა ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ციხეშიაც არასოდეს არ მждარ ვარ. ეს ალბათ არის აი პატიმრობაში ყოფნა, იმდენად მძიმეა მასთან მუშაობა. სირთულეების მიუხედავად საბედნიეროდ მისი მუსიკა რჩეულ ფილმებში დაგვრჩება. არიდარდო ქვევრი არაჩვეულებრივი გამოფენა, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, როცა აყვავდა ნუში, კინძაძა, მიმინო და კიდევ ერთი კრიტიკა მიმინოს შესახებ მე-7 სიმფონიის ავტორმა ჩიტო გურიტო რატომ დაწერაო. ეს კი მუსიკა სპექტაკლიდან რიჩარდ მესამე უკრავს რობერტ სტურუა, ამ ჩანაწერსაც აუცილებლად გაჩვენებთ, ავტორი გია ყანჩელი. რუსთაველის თეატრში გატარებული წლები, აღიარება, საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი გენიალური მუსიკა, კავკასიური ცარცისწრე, რიჩარდ მესამე, ჰამლეტი, მე-12 ღამე, ხანუმა. თურმე პირველად რობერტ სტურუა კითხავს, წაკითხული გაქვს ბრეხტის კავკასიური ცარცისწრე, არც წაიკითხო, ისე დაწერაო. არც მიკითხავს, არც წამიკითხავს, ისე დავწერაო, გაიხსენებს შემდეგ გია ყანჩელი. ეს კი ისტორიული ფოტო, მეგობრები გზად და ხიდად. ხედავთ, რაღაცნაირად სევდიანი ფოტოა და ძალიან სამწუხაროა, რომ გია ყანჩელი ახლა ჩვენთან ერთად აღარ არის. ჯილდოები, პრემიები, ორდენები, საპატიო წოდებები ძალიან ბევრი იქნება, თუმცა მაინც მისთვის მთავარი დაფასება იქნება სიჩუმე. როდესაც ყველა ბგერა ხრება და სიჩუმე ჩამოდგება, იმ დროს, როდესაც დარბაზი ჯერ კიდევ ვერ ბედავს ტაშის დაკვრას, ხვდები, რომ შენს თავს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. ხვდები, რომ მუსიკამ გამომაცოცხლებელი წვიმით გაგუბანა და ახალი იმედი ჩაგვისახა. ვიფიქრე, რომ დავწერე რაღაცა ახალი სიმღერა. დაურეკე ქალბატონ იას და მოვძამდა. პირველი 4 ტაქტი დაუკარი და მითხრა, ბატონო გია, თქვენ უკვე დასწრილი გაქვთ.
შემდეგი 4 ტაქტი დაუყარი, ეგეც დაწერილი გაქვთ და მე ტექსტი მაქვს დაწერილია. აი ესე ჩავედით ბოლომდე და თურმე მე ხელმეორედ დავწერე ის, რაც ერთხელ უკვე დამიწერია. ერთ ინტერვიუში ასეთ ფრაზას ამბობს: მინდა ისე წავიდე, რომ არავინ შევაწუხო ჩემი წასვლით. არა და ეს შეუძლებელია. მსოფლიო აღიარების და უკიდეგანო სიყვარულის მოპოვების შემდეგ უბრალოდ ადგე და წახვიდე. თუმცა წასვლაც სიტყვა გარდაცვალებაც ფიქრობ საკამათო ხდება, როცა მის შესახებ საუბრობთ. ვისი გზაც დაუსრულებელ ასვლას გავს მწვერვალზე, საიდანაც ვერასდროს დაინახავ ჰორიზონტს. როცა მუსიკაში ერთდროულად მოდის დიდი ტკივილი, დარდი და ამავდროულად რაღაცის იმედი, სადაც ისეთი სიმარტივეა, სიმარტივის მიღმა კი მუსიკალური ანბანი, როცა ყველგან ყანჩელია, თეთრად რომ იფეთქებს ნუში, მაშინაც და შემოდგომაზე, ყვითელი ფოთლების ჩამოვარდნისას. როცა ყანჩელი თავად არის უნივერსალური ენა, როცა ის ალბათ ახლა ბედნიერია დიდუბის პანთეონში, მონაწრებულ ქალაქში, საყვარელ ადგილზე საუკეთესო მეგობრებთან. აი ესეთი ამინდი იყო დაახლოებით საათის 12 შემოვედი და პანთეონის დირექტორი გატარებდა თათბირს რამოდენიმე დამლაგებელთან, რომლებიც იყვნენ კასრებით და ცოცხებით და რომ დამინახა, რა თქმა უნდა, შეწყვიტა მათთან საუბარი. ამ ქალბატონებს უთხრა, რომ დაუსახელა ჩემი სახელი და გვარი, რომ შევხედე და 4-ვე რომ იყურებდა, მე უთხარი, ხო არა გონიათ, რომ პრიმერკაზე მოვედი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი, ელენე აქ სათქმელი აღარა მაქვს. წავიდეთ ახლა. აუ! რა არის, ბატონო, ხო არ დაბერდი. 94 წელში გადავედი.